ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჩვენი პატრიარქისთვის, რომ მიგვეწმნა ეს საღამო. მგონი შევძელით კიდეც გამოგვივიდა. მართალია ჩვენი ჟანრი არ არის გალობა, მაგრამ იმდენად გვინდოდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქისთვის თუნდაც მცირეოდენი მიგვეგო პატივი, რომ ვიმუშავეთ ამაზე და საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა გქონდა გალობაზე, იმიტომ რომ არ არის მარტივი, ვინც გალობს თვითონ იცის ეს ამბავი. ეცადეთ და მგონი გამოვიდა კიდეც ეს საღამო. მე ძალიან ვარ ბედნიერი, ძალიან მიხარია, აღფრთოვანებული ვარ იმისათვის, რომ მერგო წილად და მერგო პატივი იმისა, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი საღამოსთან წამყვანი ყოფილიყავი და მადლობ უფალს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ საღამოზე მონაწილეობის მიღება. დიდება უფალს და დიდება პატრიარქი ხსოვნ. დიდი პატივი იყო, რომ ამ საღამოს, ასე ვთქვათ, წევრი ვიყავი და ნაწილი. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, თუნდაც რომ მოგცა იმის საშუალება, რომ ვიყავით ამ ყველაფერში ჩართული. და თითოეულ მონაწილეს, რომ ეს საღამო ესე კარგად შედგა. მიხარია, რომ ასეთი ღირსეული საქმის ნაწილი ვიყავი. დღევანდელი საღამო უწმინდესისა და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორისადმი არის მიძღვნილი. ეს არის სიყვარულის, მადლიერების და პატივისცემის საღამო, რომელიც აუცილებლად უნდა წარმართული იყოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, რადგან ილია მეორეს როგორც მთლიანად საქართველოსთვის ძალიან დიდი სიკეთეები, ძალიან დიდი მადლი აქვს გაკეთებული ჩვენი რაიონისთვის, მრავლად აქვს ტაძარი აგებული, მისი ლოცვა კურთხევით, უმრავლესი საკეთილდღეო საქმე არის გაკეთებული, როგორც სრულიად საქართველოსთვის. ამ ღონისძიების, ამ საღამოს სულის ჩამდგმელი გახლავთ ქალბატონი მერი დადუნაშვილი ანსამბლ ჰარმონიასთან ერთად და ვაჟთა კულტურასთან არსებულ ვაჟთა გუნდის დახმარებით. ჩვენი მასპინძლები დღეს გახლავთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მათი ხელშეწყობით ეს საღამო წარიმართა უმაღლეს დონეზე. ვიტყვი, რომ ეს საღამო წარიმართა ძალიან კლასიკურად და ძალიან დახვეწილად. ღონისძიებით გამოხატავთ სიყვარულს და კეთილ გამოკიდებულებას ჩვენი აქ გარდაცვლილი უწმინდესი პატრიარქის მიმართ. ალბათ მეც ეს გასთან მქონდა და თქვენს დამეთანხმებით, რომ ჩვენი პატრიარქი ყველას გვეგონა, რომ არ მოხდებოდა. ყველას გვეგონა, რომ ის ფიზიკურად დიდხანს იცოცხლებდა. მაგრამ მან დატოვა ეს წუთისოფელი ფიზიკურად, სულიერად კი ის ჩვენ გვერდით არის. მისი გარდაცვალება ჩვენთვის და ჩვენი ერისათვის რა იყო ყველა თითოეულმა თქვენთაგანმა თქვენი თვალით ნახეთ და ჩვენი თვალით დაინახეთ თუ რამხელა სიყვარული ქონდა მას და ეს სიყვარული მას ერმა დაუბრუნა მისდამი დამოკიდებულების გამო. პატრიარქი ნამდვილად გამორჩეული ადამიანი გახლდათ. მე უფრო ხშირად იხსენებს და მდრომთავრებიც, რომ როდესაც გასაბრაზებელი ვიყავით, პატრიარქი არ გაგვიბრაზდებოდა, გულს არ გვარკენდა, ისე ვეტყოდა თბილად საყვედურს და მოგვეფერებოდა, რომ ჩვენც ხვდებოდით, რომ ჩვენის გადადგმული ნაბიჯი თუ გილის ფესტომა, რომელიც მოგვივიდა, რომ მეტად პასუხისმგებლობით მოკიდებოდით ნებისმიერ საქმეს. ეს იყო ნამდვილად დიდი უწმინდესი პატრიარქი ჩვენი ერისათვის. ის სულიერად ყოველი ჩვენთაგანთან არის. ყველას შეგვიძლია ჩვენ რომ ვიამაყოთ, რომ მისი მოღვაწეობის დროს ცხოვრობდით და მისი მოღვაწეობის და ქადაგებებს უსმენდით და ბევრი თქვენთაგანს კიდევ საამაყოთ არის ის, რომ თითოეული თქვენთაგანის ოჯახის ნათლია გახლავთ ჩვენი უწმინდესი. ეს ძალიან დიდი პიროვნება გახლავთ და არის კიდევაც და მერთმა ჩვენ მშვიდობა მოგცეს, ჩვენს ერთ მშვიდობა მოგცეს და ჩვენ პატრიარქს გულს გავახარებთ მაშინ, როდესაც მისი ქადაგებებით ვიცხოვრებთ, მის დარიგებებს გავითვალისწინებთ და გვეყარება ერთმანეთი, გვეყარება სამშობლო, ღმერთი და ადამიანი. საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მთავარი რეგიონული ჰაბია, რომელიც ამიერკავკასიის ქვეყნებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილთან აკავშირებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად იზრდება როგორც მგზავრთა ნაკადი, ასევე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რის გამოც აეროპორტის სტრატეგიული მნიშვნელობაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია რეგიონში. თბილისის აეროპორტიდან ყოველდღიურად სრულდება როგორც რეგულარული, ისე ჩარტერული რეისები. 2025 წელი საქართველოს ავიაციისთვის უპრეცედენტოდ წარმატებული იყო. სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 14%-იანი ზრდაა, ხოლო რეისების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. დღეს უკვე 85 ავიაკომპანია ოპერირებს 125 მიმართულებით. ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ავიაციო სექტორის განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობის გაძლიერებას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ძირითადი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 5 წელში მგზავრთნაკადი გაორმაგდა, რაც მიუთითებს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობს. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 5.400.000 მგზავრს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია საქართველოში თბილისის აეროპორტისთვის. ქვეყნის მზარდ დაკავშირებადობას ადასტურებს ტურიზმის რეკორდული მაჩვენებელიც. ამ ფონზე ვაზიანის ახალი აეროპორტის ამოქმედებამდე სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდა არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამიტომ მთავრობამ TAV Georgiasთან ერთად, რომელიც ფრანგული სახელმწიფო კომპანიის Group ADP-ის წევრია, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. TAV Georgia უკვე 20 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოში და 230 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება არის საჯარო და კერძო ინტერესების წარმატებული სინერგიის მაგალითი და ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის როგორც რეგიონული ჰაბის პოზიციონირებისთვის და უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია საქართველოს საავიაციო ინდუსტრიაში. პროექტის ფარგლებში ტერმინალი დაახლოებით 50%-ით გაიზრდება, როგორც გამგზავრების, ისე ჩამოფრენის ზონებში. შედეგად გამტარუნარიანობა გაორმაგდება და მგზავრთნაკადი 10 მილიონს გადააჭარბებს. გაიზრდება სადგომები, საპარკინგე სივრცე, დაემატება კომერციული ობიექტები, საბავშვო ზონები და სხვა სერვისები. ასევე გაძლიერდება მარკეტინგული მხარდაჭერა ახალი ავიაკომპანიების მოსაზიდად. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამჯერ გაიზრდება სახელმწიფოს წლიური შემოსავალი. უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ ოპერაციული შესაძლებლობებს გაზრდის, არამედ ხელშეუწყობს როგორც დასაქმებას, ასევე ეკონომიკურ ზრდას და ქვეყნის მდგრად განვითარებას. ჩვენ ვართ მამაშვილი. მე გახლავარ თენგიზ კახიძე, შრომისა და ტექ-უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. მე ვარ ანდრო კახიძე, მუშაობ მექანიკურ სამქოსში, შემკეთებელ ზეინკლად. ჩვენი სამსახურებრივი გადაკვეთა ხდება სამუშაო ობიექტს. კაცის უნდა იყოს ისეთი პოზიცია აქვს, რომ უსაფრთხოება პირველ რიგში ადამიანისთვის. ყველაზე მეტად მაშინ ნერვიულობ, როცა სამსახურებრივი ობიექტია და რაიმე ისეთი განსაკუთრებულ სამუშაოს ასრულებს, ისი ბრიგადა. მამ არის მოწესრიგებული როგორც სამსახურში, ასევე სახლში და აი ეს მომწონს მასში. და მე შეამოვნება ის, რომ სამსახურში მოწესრიგებული იქნება, კოლეგებთან კარგი ურთიერთობა ექნება და რა თქმა უნდა სამსახურის ხელმძღვანელებთან. მამის პირველი რჩევა იყო სამსახურში რომ მოვედი საქმის კეთილსინდისება და შესრულება. მინდოდა ჩემს შვილს რომ ამ ქარხანაში ემუშავა. ვიცი ქარხნის სტრუქტურა, კოლექტივის და ადმინისტრაციის დამოკიდებულება მომუშავეების მიმართ. მეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავდი ჩემს შვილთან ამ ქარხანაში. შემოგვიდგას ყველა ერთად ვიყრით თავს ოფერში, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ჩვენ რო დაღლილები მიდივართ, ბაბუ ყოველთვის დასვენებული, სულ ბაბუ ათამაშებს ხოლმე. მაშინ მშობლები ისვენებენ, ბაბუას აღლა არ შეიძლება. ზაფხულზე ჯერ უნდა გვეკითხა წიგნი და მე გავდიოდი ხოლმე სათამაშო საღამოობით. ვალდებულება გქონდა ორივე ძმებს, რომ რაღაც მოთხრობა უნდა წაეკითხათ და მე რაღაცა გადმოეცათ ჩემთვის. აი ეს ქარხანა არის ჩემთვის პირველ რიგში
შემოსავლის წყარო. არა, მარტო სამსახური არ არის, მარტო სამსახური, ალბათ აქ არის სამეგობრო ხდება, იქ სამსახურის ადამიანები ხდებიან, ვისენაც ესეთი კონტაქტი და ურთიერთობა ხდებათ და აი ასე ვარ მე და ასე იქნება ნამდვილად, ნამდვილად. მე ამ ქარხანაში პროფესიულად ვიზრდები და ვქმნის საკუთარ მომავალს. ჩემთვის ეს ქარხანა არის ადგილი, სადაც პასუხისმგებლობა და უსაფრთხოება ყველაზე მაღლა დგას.